თისრქა როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი მობრძანება არხზე და შენს გაშლაზე თისრქა. მოდი დაუკავშირდეთ შენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი გაშლები, ამიტომ გთხოვ, აიღო ის, რაც შენ სიტუაციასთან რეზონირებს, ხოლო რაც არ შეესაბამება, უბრალოდ გაუშვი. ასევე გადაამოწმე შენი მთვარის და ასცენდენტის ნიშანით, რადგან ისინი საშუალებას მოგცემენ დაინახო უფრო მეტი, ვიდრე ეს შესაძლოა იყოს. ამ გაშლას დავიწყებ ანგელოზების გზავნილით, სინათლის გზავნილით. ის რქისთვის, რის თქმას აპირებენ შენი მეგზურები ამ ნიშნის მეშვეობით, ეს არის მთავარანგელოზი რაფაელი. გარწმუნებ, რომ განკურნება ახლა ხდება შენს ცხოვრებაში. ენდე პროცესს და ნება მიეცი სამკურნალო ენერგიას, რომ შენში გაიაროს. შენ აღდგენისა და კეთილდღეობის გზაზე ხარ, მე შენს გვერდით ვარ, რათა მხარი დაგიჭირო ყოველ ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამ. ჩემს ენერგიას შეუძლია დაგეხმაროს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ განკურნებაში. ხო, დაფიქრდე იმ სფეროებზე, რომლებიც ყურადღებას და გახსნილობას საჭიროებენ. და მიეცი უფლება მთავარანგელოზ რაფაელს, რომ გაგიძღვეს ჯანმრთელობისა და ბალანსისკენ. მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არ ჯანმრთელობის პრობლემა, მთავარანგელოზი რაფაელი გაძლევს განკურნების ენერგიას შენი ცხოვრების ყველა სფეროსთვის, განსაკუთრებით გაუგებრობების ან იმ სიტუაციების გასაფანტად, რომლებსაც ძალიან არახელსაყრელად მიიჩნევ და რომელთა გადალახვაც ნამდვილად გიჭირს, არა? კარგი, მთავარანგელოზი რაფაელი ერევა. ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ლოცვით მთავარანგელოზ რაფაელს, შეგვიძლია ავანთოთ სანთელი, მწვანე სანთელი, თეთრი სანთელი და კარგი მოვიწვიოთ მისი ყოფნა ვესაუბროთ მას, რადგან ის ზრუნავს რქის განკურნებაზე ფიზიკურ, სულიერ, ენერგეტიკულ და რა თქმა უნდა ემოციურ დონეზეც. და თუ თხის რქა შენ ამ მომენტში გადიხარ რაიმე ჯანმრთელობის სირთულეს, იცოდე რომ მთავარანგელოზი რაფაელი შენთანაა და ყვება და გიძღვება მალე გამოჯანმრთელებისკენ. ნახოთ იგივე კავშირის მალე აღდგენა, ეს არის ის, რასაც მეუბნება. ნახოთ, რას გვეუბნებიან მეგზურები, რას გვეუბნებიან ანგელოზები. ახლა ეს გაშლები ზოგადია. თუ შენ გინდა განიხილო თხის რქა, შენი კონკრეტული შემთხვევა, შეგიძლია ჩაეწერო ჩემთან პირად კონსულტაციაზე ვებგვერდის საშუალებით. იქ დაჯავშნი შენს გაშლას. ყოველთვის მისამართს ხედავ აქ ვიდეოში. გაქვს დამაგრებული კომენტარი შენს ნიშანთან, რათა შეხვიდე პირდაპირ გვერდზე და აირჩიო შენთვის სასურველი გაშლა. მოდი ვნახოთ, რის დანახვის საშუალებას გვაძლევენ ანგელოზები. კარგი, მთავარანგელოზი რაფაელი კვლავ ჩნდება. მთავარანგელოზი გაბრიელი და მთავარანგელოზი რაფაელი. იცი რა განკურნებას მოაქვს? ეს არის ემოციური განკურნება. აქ ისევ გამოვიდა. რაშთან ბეჭდავია. ჟუანტელი მივლის, ტანზე დამაყარა. ნახოთ, განკურნება მოდის კონკრეტულად ურთიერთობების კონტექსტში ბევრ შემთხვევაში, მაგრამ თითოეული გადაიტანს მას ცხოვრების იმ სფეროზე, რომელთანაც თავს გაიგივებულად გრძნობს ამ განკურნების მიმართ. მთავარანგელოზი რაფაელი ამბობს, რომ მოაქვს კურთხევა ურთიერთობისთვის, შვილებთან კავშირისთვის, ოჯახის ან თუნდაც მეგობრების კავშირებისთვის. შენი ცხოვრება იწყებს ურთიერთობების ჰარმონიის შეგრძნებას. შენ მადლიერი იქნები ამისთვის, რადგან იწყებს შენი ცხოვრების სიყვარულითა და კურთხევებით სავსედ შეგრძნებას. ჰარმონიული ურთიერთობები, კავშირები, რომლებიც სწორდება, აღდგება ან ლაგდება იმით, რაც შეიძლება იყოს სწორედ ეს ანგელოზური ჩარევა რაფაელისგან, არა? გრძნობ, რომ შენ იღებ ვალდებულებას იმ ადგილიდან, რომელიც არის ემოციური, ჰარმონიული და თანამგრძნობი. ასე რომ მიიღე ეს როგორც დიდი საჩუქარი, მიუხედავად იმისა, გიწევს თუ არა კავშირის ხელახლა აღდგენა, არსებული კავშირის ჰარმონიზება, ან როგორც იმ ადამიანის მოსვლა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა იმ ემოციურ მოთხოვნილებას, რადგან აქ არის თასების ტუზი. და თასების ტუზი, რომელსაც ასევე ამ შემთხვევაში დამთხოვით მართავს მთავარანგელოზი რაფაელი, გვეუბნება, რომ შენ უკავშირდები უკიდურესად პოზიტიურ და ხელსაყრელ ემოციურ გამოცდილებას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იქნება ახალი, ხოლო სხვა შემთხვევებში ეს იქნება ასევე ურთიერთობა, რომელიც ასევე დგება იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც შეიძლება იყოს გულით მიღებული გადაწყვეტილება, სადაც არჩეულია სიყვარული ამ კავშირთან ერთად, სადაც იკურნება დიალოგისა და საუბრისა და გადაწყვეტილების საშუალებით არახელსაყრელი სიტუაცია. სადაც რაღაცნაირად ვალდებულება ცხადია იწვევს იმას, რაც შეიძლება იყოს ის, რაც შენ გსურს ამ ადამიანთან, არა? ერთმანეთის არჩევის ვალდებულება, მოსიყვარულე ვალდებულება, მაგრამ ვალდებულება იმისა, რომ კარგი იყო ამის ნაწილი, არა? იყო ამ სიყვარულის ნაწილი, იყო სიყვარულის ამ კონტექსტის ნაწილი. დამაკმაყოფილებელი რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება დაჩქარდეს და
ეს ასევე შეიძლება დაგიკავშირდეს შენ ადგილიდან, რომელიც ნამდვილად განსაზღვრავს ურთიერთობას, რადგან ის ხდება ძალიან ხელსაყრელი ურთიერთობა იმასთან დაკავშირებით, რაც შენ გჭირდება ემოციურ საკითხში. ასევე არის რომანტიკული ნოტები, ბოდიში ვნებიანი ნოტები აქ, რადგან აქ არის კვერთხების დედოფალი. ეს შენ გსურდა, შენ ეს მოახდინე, შენ იმუშავე მიზიდულობის კანონით, შენ ითხოვე ეს და დღეს ცხოვრება გპასუხობს უკიდურესად ხელსაყრელი და ოპტიმალური გზით. რათა ამ ურთიერთობამ იმუშაოს, ან რათა ეს ურთიერთობა იმ ახასიათებლებით, რაც შენ მოიწვიე ხდებოდეს. ასე რომ მე რასაც ვამბობ, რასაც ვხედავ აქ. არის ის, რომ კვერთხების დედოფალი, ამ გაბრიელის დედოფალი ამ ტაროში გვეუბნება, რომ შენ ამ მომენტში შეგიძლია გააკეთო ყველაფერი. რაც კიდე გააკეთო, ან რაც დაგისახავს მიზნად, რომ გქონდეს ეს კავშირი, რომ მიაღწიო ამ ფიზიკურ განკურნებას, რომ განვითარდე იმაში, რაც შენ გსურდა. ეს ანუ მიიღო წვდომა იმაზე, ბოდიში რაც გსურდა დიდი ხნის განმავლობაში და შეგეძლოს არამხოლოდ წვდომა გქონდეს იმასთან, რასაც იზიდავ. არამედ განვითარდე ამ საკითხში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ძალიან ოპტიმალურ ენერგიაზე ხარ, რომ ეს მოხდეს. არა, თავად ცხოვრება, თავად ბედი მოგიტანს ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციებს და ადამიანებს, რომლებიც მზად არიან იმისთვის, რომ ეს მოხდეს. და ამას შეიძლება კავშირი ქონდეს სამუშაოსთან, შეიძლება კონკრეტულად კავშირი ქონდეს ურთიერთობასთან, ქარიზმის, ლიდერობის, დამოუკიდებლობის, გაძლიერებისა და ბრწყინვალების ენერგიასთან თხის რქისთვის. შენ იმ მომენტში ხარ, სადაც ირჩევ რაღაცაზე უარს არ ამბობ, პირიქით, აღწევ კიდეც უფრო დიდ სიკეთეს, რადგან არის თასების 10-იანი. ეს არის მომენტი, სადაც ასევე პოულობ იმ შესაძლებლობას, რომ მოახდინო შენს მთლიან ცხოვრებაში ღრმა განახლება მას შემდეგ, რაც გაიარე. ზოგიერთ შემთხვევაში მტკივნეული გამოცდილება. ეს განაპირობებს იმას, რომ შენ შეგიძლია გამოხვიდე სრულად გარდაქმნილი სიბრძნით, თავისუფლებით და რაღაცით. ცხადია, რაც გინუგეშებს სულს და გულს, რაღაც გულწრფელი და ჯანსაღი. და ასევე შენთვის ძალიან ძლიერიც, რადგან არის კვერთხების დედოფალი. ასე რომ თხის რქა შენი გულისთვის მოხდება ისეთი რამეები, რასაც ვერც კი წარმოიდგენ. და ასევე სხვა სფეროებისთვისაც არა, რადგან წარმოიდგინე, რომ არის კვერთხების დედოფალი და არ დავაკლებ მის დამსახურებას, რადგან კვერთხების დედოფალი არის სურვილის ასრულების ძლიერი ენერგია. კვერთხების დედოფალი არის კარტი, რომელიც ხსნის იმას, რაც შეიძლება იყოს პროცესი, რომლის მეშვეობითაც შენ გაქვს შედეგები. კვერთხების დედოფალი საუბრობს მოქმედებაზე და ასევე საუბრობს რაღაც ჯადოსნურზე, რაც შეიძლება გამოჩნდეს. შეიძლება ასევე მოხდეს ისე, რომ გამოხვიდე სიბნელის მომენტიდან, რომ პირდაპირ დაუკავშირდე სიყვარულის ამ ძლიერ ენერგიას, რომ დაიწყო ნაყოფის დანახვა, რომ შენ იმ კი ნაყოფს ეს გაიგება როგორც დიდი უხვად დაჯილდოება, რომლის გაზიარებაც მოგინდება, რადგან ცხადი არის თასების 10-იანი, არის თასების ტუზი. ხედავ, რომ ასევე მოქმედებ დიდი თავმდაბლობით, დიდი სუვერენიტეტით და ასევე დამოუკიდებლობით, რადგან გაქვს მომენტი, სადაც კარგი გაქვს ნათელი წარმოდგენა, თუ როგორ დაამყარებ ურთიერთობას ამ ენერგიასთან. ასე რომ კვერთხების დედოფალი ეს არის. ის არის გადამწყვეტი, ენერგიული, ვნებიანი, მაგრამ ასევე იზიარებს კიდეც. მიენდე შენს ინტუიციას, რადგან კვერთხების დედოფალი უკიდურესად ჯადოსნური და ინტუიციურია. აქ შეიძლება დაილუქოს ვალდებულება, შეიძლება გადაწყდეს თანაცხოვრება, შეიძლება გადაწყდეს საბოლოო კავშირი, ან შეიძლება მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ კავშირი. ვნახოთ, რას გვეუბნებიან კარტები, ვნახოთ, რისი თქმა შეუძლიათ კიდევ კარტებს. იშვიათად გამოდის რამე ასე ნათლად, ამ გაშლებში ძალიან ნათელი იყო. კარგი კვერთხების რაინდი. ვიღაცამ გააცნობიერა, ვიღაცამ გააცნობიერა რაღაც, ვიღაცას ვინც მოდის აკლდა ნაწილი იმისთვის, რომ გაეგრძელებინა გზა. და ეს იყავი შენ, თხის რქა. ახლოვდება ვიღაც ვინც წავიდა და მოვიდა რამდენჯერმე, ვიღაც ვინც ახლოვდება განზრახვით, თითქოს განაახლოს საკითხი, განაახლოს ენერგია, მაგრამ ასევე არის სიახლე, რომელიც შეიძლება მოჰქონდეს ამ კვერთხების რაინდს. რაც ძალიან მოტივაციის მომცემია შენთვის ცხოვრების დონეზე, ეკონომიკური პროგრესის დონეზე, სამუშაო საკითხების პროგრესის დონეზე. შეიძლება იყოს ასევე მოგზაურობა, შეიძლება იყოს ის, რომ თხის რქა ემზადება მოგზაურობისთვის, ემზადება სამუშაოს გამო რაღაცის გადაადგილებისთვის და ეს განაპირობებს იმას, რომ შენი ენერგიაც განახდეს, თავს გრძნობდე ძალიან სუფთად. და ის კვერთხების დედოფალი ცხადია იწვევს იმას, რომ ყველა ისრამ რისი მიღწევაც კიდევ გინდა კვერთხების რაინდის იმ ენერგიით. ძალიან ადვილად მისაღწევი ჩანდეს, არა, რადგან გაქვს მკაფიო მიმართულება.
იქ გაქვს დიდი გაცნობიერება და ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს სიყვარულთან ან ცხოვრებისეულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ცვლის შენს რეალობას და შენს კონტექსტს არის ძალიან ძლიერი რამ. შენ აფასებ ბევრ რამეს, განსაკუთრებით ანათებ იმას, რაც შეიძლება იყოს შენი მომავალი ცხოვრება იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც იღებ შეგნებულად. მიუხედავად იმისა, იღებ მათ პირადში თუ იღებ მათ სხვა ადამიანთან ერთად. მაგრამ სამსჯავრო მოდის მომენტში, სადაც გეუბნება, რომ უკან დასახევი გზა აღარ არის, რომ შენ უკვე ირჩევ შეცვალო შენი რეალობა, რადგან აღარ გინდა იცხოვრო შეზღუდულ რეალობაში. და ცხოვრება გაძლევს შესაძლებლობას. გააცნობიერო, ხელახლა დაიბადო, განახლდე, წამოდგე და განსაკუთრებით ასევე დაიწყო კონკრეტული კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ საით მივდივართ და რისთვის. ეს არის ძალიან ძლიერი მომენტი, როდესაც ჩნდება სამსჯავრო, რადგან ადამიანი ნამდვილად იწყებს ყველაფრის წესრიგში ჩაყენებას. არა, ასე რომ მოგიწევს სიტუაციების გაანალიზება, დიახ, მაგრამ ახლა ძალიანად ლაცი საით მიდიხარ, ვისთან ერთად და რისთვის. სავარაუდოდ, შენ გადაიაზრებ საკითხებს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით, არა? მაგრამ ეს არის ურთიერთობა, რომელიც წავიდა და მოვიდა და რომელიც ახლა ბრუნდება. შენ ასევე აცნობიერებ თუ როგორ გინდა, რომ ამან იმუშაოს მომავალში. შენ სწავლობ წარსულის შეცდომებზე, რათა ის გამოცდილებები იყოს ის, რასაც შეუძლია მოგცეს ცხადია სარგებელი ამჟამინდელ მომენტში. რადგან ყველაფერი, რაც გექნება, არის გამარჯვება, გაქვს კვერთხების 6-იანი. ასე რომ შენ იღვიძებ ცხოვრების მრავალი სფეროდან, შენ იღვიძებ ფიზიკურ განკურნებაში, რადგან არის მრავალი რამის გაღვიძება, შენ ასევე აღვიძებ სულიერი განკურნების განახლებას. შენ იღვიძებ იდეებში, საკითხებში, რომლებიც ცხადია შეგიძლია გაიგო, რომ გაცნობიერების წყალობით შეიძლება გაიღვიძოს თუნდაც იმან, რაც არის ბიზნესი, შეიძლება გაიღვიძოს კომპანია, შეგიძლია კარგი შეაფასო თხის რქა, სამუშაო რაღაც, რაც მიიჩნევა როგორც რაღაც, რაც მიგიყვანს იმასთან, რაც არის ეს გამარჯვება, რადგან საბოლოო ჯამში იქ გაქვს კვერთხების 6-იანი. ასე რომ არის კორექტირება და ჰარმონია და კომპენსაცია. შეხედე მე რასაც გრძნობ ასევე არის ის, რომ ვიღაც ადამიანს დატოვებ იქ პირდაღებულს, რადგან კვერთხების 6-იანი არის კარტი, რომელიც გველაპარაკება ამაზე, რომ შენ იქნები როგორც რამდენიმე მზერის ობიექტი, იმ გაგებით, რომ ზოგმა შეიძლება გინახა როგორც დაუცველი, როგორც ნაკლებად გამოცდილი გარკვეულ საკითხში. ან როგორც ის, რომ არა, შეხედე როგორ აკეთებს თხის რქა ამდენს და ვერ აღწევს, არა? და დღეს ცხოვრება გეუბნება, არა, ეს ასე არ არის, ეს ყველაფერი თავდაყირად გება. წარმატება და აღიარება მოდის სხვების აღტაცებიდან და შეიძლება მაგალითადაც კი აგიღონ. თუ შენ შეძელი ამის გაკეთება, გრძნობ, რომ სხვების შთაგონებაც შეგიძლია. ეს არის მომენტი, როდესაც თავს აღიარებულად გრძნობ, ვიღაცის მიერ ნამდვილად აღიარებულად. ამაში ეჭვი არ ეპარება, რადგან ვიღაც აღიარებს, რომ ენატრები რომ ჭირდები თავის ცხოვრებაში, რომ მისი ყოველდღიურობის ნაწილი ხარ. ვიღაც აღიარებს თავის გრძნობებს, რომ ისიც უყვარ ხარ. ცხადია, აქ არის თასების ტუზი და ეს იწვევს იმას, რომ შენი თვითშეფასება ამ ყველაფრით საგრძნობლად იკვებება. და ეს იწვევს იმას, რომ შენი ენერგია მალდება და კვლავ იწყებ თავს ჯანმრთელად გრძნობას ყველა ასპექტში. რადგან უბრალოდ შენ იწყებ საკუთარი თავის ფასეულად და თავდაჯერებულად გრძნობას და ხვდები, რომ ყველაფერი რაც გააკეთე ამად ღირდა. და ამას აქვს შენთვის ძალიან გამამდიდრებელი ხასიათი იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება თავი ლიდერადაც კი იგრძნო ზოგიერთ საკითხში. აქ არის კვერთხების დედოფალი. ამიტომ არ გამორიცხავ, რომ შენთვისაც ეს იყოს კარგი პირადი მომენტი, რომელიც გაგრძნობინებს თავს როგორც ამაყ ლიდერს საკუთარი თავის მიმართ. და ეს აუცილებლად არნიშნავს იმას, რომ გახდები ამპარტავანი, მაგრამ ნამდვილად გააღვიძებ შურს და ეჭვიანობა სხვა ადამიანში, რადგან ცხადია, ეს რასაც შენ მიაღწიე, ძალიან ძვირი დაგიჯდა. შენ ააშენე რაღაცა ცხადია, ამას აჩვენებ. და ეს იწვევს იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამის გამო აღფრთოვანდებიან, მაგრამ სხვები არა. ასე რომ როგორც არ უნდა იყოს, შენ გესმის, რომ ნამდვილი ლიდერი არის ის, ვინც ემსახურება სხვების განვითარებას. და ეს არის ის, რასაც შეიძლება მიაღწიე ამ კვერთხების დედოფლით. და არა ის, ვინც იყენებს თავის გავლენას პირადი სარგებლის მისაღებად. მაგრამ ამას ხალხი არ იცის, ეს შენ იცი. და ეს ასევე გვეუბნება აღიარებაზე ოჯახურ გარემოში, მაგალითად. ან შენს ყველაზე ინტიმურ ურთიერთობებში. ეს არის მშვენიერი შეგრძნება, რომელსაც შენ განიცდი. ძალიან გაგაფასებენ, ძალიან გაგიღიარებენ, ასე რომ ეს იქნება მშვენიერი კვირა თხის რქისთვის. მოდი ვნახოთ, რას გვეუბნებიან რიცხვები, გზამკვლევი რიცხვები, ოსტატი რიცხვები. ძალიან მომწონს, როგორ ყვება მთავარანგელოზი რაფაელი. რიცხვი 6.
კარგი ემოციური ბალანსის რიცხვი. შენი გული არის საჩუქარი, ეს არის საჩუქარი სხვა ადამიანისთვის და ეს არის საჩუქარი შენთვის. გაუფრთხილდი მას. ამ მომენტში შენ ასევე გიძღვებიან იყო ბუნებრივი მზრუნველი და გაქვს დიდი ნიჭი დაეხმარო და განკურნო სხვა ადამიანები. შენ ხარ ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდებულ მომენტში, ასე რომ შეგიძლია ასევე მისცე თავს უფლება დაიცვა შენი საყვარელი ადამიანები, რადგან შენ ხარ დამცველი. საქმე იმაშია, რომ ისინი ხედავენ როგორც დამცველს ზოგიერთ გარემოებაში, როგორც იმ მფარველ ლიდერს. ასე რომ მოდი ვენდოთ, რათა მთელი ეს კურთხევა მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში.